მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობა. გიბრუნდებით მორიგი ეპიზოდით. მე და დავითი დღეს ძალიან კაი ხასიათზე ვართ. Right? კი. იცი რაზე მინდოდა ხუმრობა გამაკეთებინა. გახსოვს იცი თუ არა ვინ არის Nikki Tutorials? Obviously. Nikki Tutorials მაგრამ გააკეთა გახსოვს hair reveal. I hope you guys are ready because here is my new hair color in 3, 2, 1. Yes, It's not me. იმიტომ რომ მე ცოტათი შეცვლილი არ მაქვს as you can tell. აბა იმას კანე. ხაფშერ ვარ ამოწოდა. Sorry. ხალხო, როგორც ხედავთ, თმები შევიღებე. Yay! ეს მოხდა შაბათს დღეს. როგორ გძნობ თავს? ძალიან კარგად, იმიტომ რომ ძალიან ხანგრძლივი პროცესი იყო, რომ მისულიყავ იმას რამდენ რომ ყავისფრით შემეღებათ მამალა პრობლემა სად გაგვეჩითა მივედი კაროჩ სალონში და ერთი სალონი არის სადაც დავდივარ ხოლმე რა ის საშუალო დონის სტილისტები რო არიან მაგრამ ისეთი რაღაც მწვანე თმით რო არ გამოგიშვებენ რა ის სანდო მაგრამ აი ტოპ ხალხი არა და ვისთანაც ჩავეწერე ის ქალი არის ძალიან უპასუხისმგებლო რა ეს არის საბლიშ ჩემი მეგობრები ვინც დადიან ყველა მიცის და ანუ Yes. მე ვურეკავ 6 საათზე ვარ ჩაწერილი 5-ზე და გამითიშა რა და ჩემ დაქალს ვურეკავ რომ მეთქი თამუნემ გამითიშა მაგრამ მაინც უნდა წავიდე იმიტომ რომ ძალიან მინდა თმის შეღება და მე გამითიშა რას ნიშნავს? ანუ აი გამითიშა ალბათ არ ეცალა და შემ დაქალი მეუბნება რომ ალბათ ფენი ქონდა ჩართული და გათიშაო რა და მეთქი არა პონტი არა მე ვეღარ დაურეკავ და იმან დაურეკა რომ დღეს 6-ზე ვარ ჩაწერილი მოდი ვარ და ეს გოგონება რომ კი აქ ვარ მოდი მივედი და მეუბნებიან რომ თამუნე დღეს არ ყოფილა ანუ სალონში რა დონის დაქნეულია გოგო ასე ხარ და ანუ მე როგორც აი ყველაზე chill ადამიანი ანუ ვიღაცა ამ დროს და აი ერთ ამბავს დააწევდა იქაურობას და მეთქი ნუ ოკეი ვინც არის იქ შევიღებავ იმასთან შევიღება და იმ გოგოს ვონები რომ მეთქი მინდა ყავისფრით მიშაღება და ფოტოს გაჩვენებს თქო და რომ ბაჩვენეს ჩემ ფოტო მეუბნება რა გინდა ფოტო ჩავსვათ ზუსტად ვიცოდი რომ ამ ფოტოს მაჩვენებდია და აი მე მანახე ფოტო მე არ მინახავს ფოტო I swear to God, აი ეს სიტყვები რო თქვა, ისე გამიხარდა. მეთქი აი ეს დღეში 5 ჯერ ესაყებავს თმებს და აი მეთქი ტუზი დამეცად ცხოვრებაში პირველად ისე მექნება როგორც მინდა. მანახა. Are you ready? Someone needs a refund. ესეთი ფერი კი არაო რა. იმენა ვიცოდი რომ აქ ფოტოს მაჩვენებდია რა. ადაჟე ეგ ფოტო იცოდა. Damn girl. და სვადა მეუბნება რომ აი პირდაპირ ოფერსა ვერ დაგადება, იმიტომ რომ სხვადასხვა ფერი მქონდა, კოქტეილი უნდა გავაკეთო. მეთქი go girl, do whatever it takes. და ვზივარ ოლდები ჩემ კოქტეილს რაღაცა. ჩემ მარტინი. და ვეუბნები რაღაც მომენტში რომ მეთქი წარბები ძალიან მუქი მაქვს თქო და მოდი წარბები ჩემღებე და ეხა ამის რა წარბები ჩემღებილი მაქვს ზეში იმენა მეწყობა წითელია ესეც ხოლო ანუ თუ გინდაო შეგღებაო რა მაგრამ შეიძლება ვაგიჭრალდოს მეთქი at this point I don't care ან წარბები გაიღიავე იმისთვის რომ ჩაგემუქებინა წარბები გავიღიავე რომ დაუმეჩებულიყავი ჩემ შოკოლადის ფერთმებთან რომელიც არ გქონდა არასდროს ხოლო ну кай წარბებით 10 წუთში მომაშორა ესაღებავი მე დამბანა და მეუნებ თან პროცესში აი დახედავს აი საღებავ წასმულთმას მეუნებ რა აი ძალიან მაგარი ფერი გიჭდებაო რა და თვითონ ისე უხარია მოდის ხოლმე დამხედავს მე რო დამბანა დამისწორა აი შოკირებული აი ისე ამაყავდა თავისი თავით რომ მეცოდ ნუ გადამენდო რა მეთქი ვაუ მე მგონი მართლა კარგად მაქვს ეს გონი ტაქტიკა მთავარი არის მე მგონი აი ეგ აქვს სავეჩში იმიტომ რომ აღრთვანებული იყო გოგო თავისი ნამუშევრით ამოვედი ნუ მეთქი whatever honestly არ მოგეწონა? ნუ არ მომეწონა, მაგრამ ანუ ისეთ არა რომ აი ძალიან არ მომწონდეს ხალხო, უბრალოდ წითელი ანდერტონი დაკრავს. ანდერტონი? ტონი. მოგენტარი და თქვენ კიდე აქ არ ჩანს მზეზე უნდა ნახოთ. კამერაში აი აქ არ ჩანს. ანუ კამერაში ხა არ ჩანს, უფრო მეტად არ მაქვს ლაივში. No? ხალხო თქვენ წითლად ხედავთ და გუშინ ანუ სპეციალურად გავაწესებ ხო? ლიფტში ვარ, ვიღებ ფოტოს და აი ზემოდან იმენა მაქვს ნატურა რა, აი ესე ზემოდან და გამოვიდა წითელი ჩემი თმები და მეთქი I don't want that shit. და ვუგდებ ChatGPT-ს რომ მეთქი გამიყავისფერე თმა და აი ძალიან თესლად გაყავისფერე ისე როგორც მინდოდა. ხო და ეგ გაჩვენე აწი. ჩემივე ხო? და დავდე Instagram-ზე story, მე 3 საათში ხსნი და აწერია AI info. ძალიან მეინტერესებს ხალხო რა იფიქრა რომ აი რა დავა AI. ძალიან შეურაცხყოფელი ყოფილა ანუ. ყოველს ესოდინება. ხალხო იცოდეთ რომ თუ ChatGPT-ს რაღაცას თქვათ, იმენა ეწერება, იმენა აგნებს, მაგრამ დავითმა live hack-ი მასწავლა.
screenshot. დასკრინა თურმე და ის უნდა დადო. Well, lesson learned. ყველა ჰოლივუდში ჩემი დაქვები ეგრე აკეთებენ. Really. ხოდა ხალხო, what do we think? I think it's better than what I had, right? მე რაც უთხარი იყო, რომ არის ძალიან კარგი starting base. ამით ვიწყებთ. I don't think it is. იმიტომ რომ წითელი პიგმენტი როცა შეერევათ მას და წითელი საერთოდ არ უნდა მქონოდა ხალხო, იმიტომ რომ ქერა და შავი მქონდა, ხო? ხო. ანუ წითელი შეერევა ამის მოშორება არის აი რაღაცა სწავლი. მართლა? ხო. ყოველთვის რჩება. და რომ გაუვარდები იმ გოგჩოს და ვცემ, მე ნახოს. ანა ამბობს რომ მინდა რომ ჩავი მუქო. მე ვეუბნები რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაი მუქოს, იმიტომ რომ მგონია რომ ღია ფერის თმა უფრო გიხდება. მაგრამ მე ვამბობ ღია ყავისფერი და შენაც მაჩვენე მაგაზე ცოტათი ღია ყავისფერი ან რასაც ქვია ყავისფერი ან даже ყავისფერი კი არა hazel I know right but it's too late baby what's вообще late შეგեղება ხავთ აი ვიცი რომ მართლა შენ მე თვა კარგად ჩემჯრა ice layers თმა ძალიან კარგად გაქვს მართლა ხო პროსტო ცოტათი გაქვაები high school-ში გოგოები რა ხო იცი იმას რა ქვია ალუბლის წავს ეხა წამოვიღე აი წამოიღო ეგ მოგონებები აი ბავშვი ცოტა რებელა გოგჩებს ესე ქონდათ ალუბლის წვენით რო იღებოდნენ თუ ასე რაღაც მას და ანუ პრიჩოც ეგეთი მოგხდები oh my god the fuck you're the cool kid now I am I've always been you guys you bitch cool kids და სკოლაზე გამახსენდა დღეს არის ბოლოს არის დღე you guys და ერთმა უსაყვარლესმა თაზამ ვინ ჩვენ გვიყურებს მომწერა რომ მოვიდა შენ სამსახურთანო თუ დამაწერე და მეთქი of course მოვიდნენ თაზა და თავისი ორი დაქო უსაყვარლესი გოგოები და დამაწერე რაღაცები და იმ ხელა pressure იყო ჩემთვის პერანგზე დაწერა ანუ ამათ მაგრარი ეკიდათ რა რასაც დავაწერდი იმ ხრივ რომ ანუ მე რო ვიყავი ანუ რადონისტური ვიყავი რა მარტო ისაც ვიცნობდი იმათ დავაწერინე და ანუ მინიმუმ 3 ხაზი უნდა დაეწერათ რა ანუ პროსტა გილოცავ ჩემპერანგზე არ წერია არსად რა ანუ რაღაც სურვილები და ანუ ასე ხარ ტერორისტი ჩაოლაპრივად და მე ამათაც ესე სერიოზულად შევხედე რომ მეთქი ბავშვებო რა დაგაწეროთ მითხარით ნერვიულობ და იმათ რავი რაც კიდე lunch box-ი მიგვაწერე რაღაც okay I'll do that სამიოს lunch box-ი მიუწერა it's lunch box-ი it's lunch მეორის box-ი მასამს გოიმობა. What else was there? Yeah, it was great. ნუ არა ვისახა შენ ტრამპის მაიკას ნავაჯაჭო და მე ლანჩზე ვიყავი ლოლიტაში და იყვნენ ეს მე-12 კლასელი ბავშვებიანი ყველა რა ვიცი იქ მოვიდა მე და ისეთ ვიძე არიან, აი პროსტა შურიც წკდებოდი, იმიტომ რომ მე მე-12 კლასში ხალხო, აი ყველაზე ცუდ ვიძე ვიყავი ცხოვრებაში რაც ყოფილვარ. ანუ რომ მახსენდება ცრემლი მომდის, მართლა გეუბნებით და გოგოები ისეთ ვიძე იყვნენ, დავით, აი მართლა არ ვიცი. ძალიან ლამაზი ის ვართ ერი, I would say. მაშ. და გემონებიანი. მაშ. Love that for us. What about you? მე ქონდა საკმაოდ კარგი უიკენდი, იმიტომ რომ არ ვიყავი თბილისში. და გავედი ქალაქარად. ავედი ზემოთ კიკეთში, კიკეთის ფერმაში მეგობრებო. კიკეთით. კიკეთით ხომ მეც, მაგრამ შენ ეთყობ, აი მე რასაც რაღაცნაირად ცირკულირდები ხოლმე, შენ დაიჭერ და აკეთებ. ერთად ვართ ნამყოფი და რატო გაქვს შენ? ანუ მე ვახსენებ ყოველ მე-3 პოდკასტში კიკეთს და შენ წახვედი და შენ დარჩი. Yes. წავედი, დავრჩი მეგობრებო, მოკლედ experience იყო საოცრება. თვითონ როგორ გეწინა? That is my question. ცოტა რთულად, მაგრამ მანამდე მივალთ. ესე იგი მეგობრებთან ერთად წავედი, იყო რაღაც დღეები თუ რაღაც თუ არ ვცდები, რაღაცის დღეები, კაროჩე. კიკეთობა. და თამაშობდნენ ქართულ ცხენბურთს. ვაუ, ისე რა თესლა დაგემთხვა? ფესტივალის ძირითადი ნაწილი მაინც ბავშვებისთვის იყო რა, ანუ ეს რაღაც მასტერ კლასები, ეს ბავშვები ერთობოდნენ. ჯირითობის? არა, ჯირითობის არა, რაღაც ქუდის დაწვნის და რაღაც ეგეთი. ძალიან საყვარლობა იყო კიკეთში ჩვენ ვართ ერთად ნამყოფი და საოცრება გარემო არის, საოცრება ჰაერი, ხედები, რა ვიცი. და ანუ უფრო ფართოვდებიან რა და მე არ ვიცოდი რომ სასტუმროებიც ქონდა და როგორც მივხვდი ახალი წამოწყება არის და დავრჩით ერთ-ერთ სასტუმრო. იდგა როგორც აი ხო არის ჩაღრმავება რა და გადის მდინარე და ამ ჩათვალე მდინარეზე ჰაერში ხარ რა, თუნდაც ისე ბოძებით არის დაყრდნობილი. ანუ მდინარე რო ადიდეს აკიღებს. არა, იმ ხელა სიმაღლეზე იყო, ანუ ძალიან მაღლა იყო, ანუ ჰაერში გამოკიდებული ხარ ჩათვალე და მთლიანად არის პანორამული შუშა არის, ნუ ღამე რო გძინავს გესმის ქრიალე და ის საოცრება იყო მართლა. ოღონდ ცოტათი ყანყალებდა ეგ მთლიანი კონსტრუქცია და ცოტათი. ძალიან რო ადიდეს შენი აზრით არ წაიღებს.
ფიზიკურად ვერ დიდება მდინარე ეგრე, იმიტომ რომ შეუძლებელი არის. იმხელა იმაზე. You're very good. მინდა ცხენზე ჯერითი, მაგრამ სამწუხაროდ ყველა ცხენი დაკავებული იყო, იმიტომ რომ ცხენბურთს თამაშობდნენ. ძალიან მომეწონა ცხენბურთზე, მგონია რომ ქართველებმა ეგ უნდა იმასქნათ. რა პონტია? ანუ პოლო ხო იცი? პოლოში არის რომ ცხენზე როზი ხარ, არის გიჭირავს ჩაკუჩივით რაღაც, короче, არ ვიცი რა ქვია მაგას. რაღაც ის არივით არ არის? რა ის არის? ბურთი არის პოლოს თამაში? Okay, I did. ლოგო არ გაქვს პოლოსი ნახე ცხენზე კაცი არის და ხო და ის არივით უჭირავს და უკვე ბურთზე აღარ წავს. არა, და ასე ქვემოთ ესე ცხენიდან ასე actually. ანუ ბურთი? ბრიტანელები ალბათ? ბრიტანული არის, კი. და ქართულ ცხენბურთი არის რაღაც ანუ პოლოს და სკვაშის ნაჯვარი. სკვაში არის, ოდესაც გაქვს აი ასეთი ჯოხი, რომელსაც აქვს ხელის მაგვარი ფორმა, რომელშიც არის ასევე ბადე. და ანუ ამ ბადეში იჭერან ბურთს და თან მიგაგ და ანუ აწვდი და გაიტანა გოლები რა ჩვეულებრივ როგორც ფეხბურთში. Okay, you lost me somewhere. საოცრება არის. ისე გავერთე. ამ ტიპებს ეცვათ ქართული ფორმაც, იყო გუნდები წითელი და ნარინჯისფერი, თუ ყავისფერი. და ანუ აი ყველა ვიღაცას ბალში ყოფდა გულშემატკივრობდა, sorry. გულშემატკივრობდა კომენტატორიც იყო და ანუ რაღაცა ძალიან გავერთე, ძალიან ბევრი ხალხი იყო, რომელიც ნახე, ვიღაც ცნობილი სახეებიც იყვნენ, არ ვიტყვი სახელს, იმიტომ რომ ეგ გარი მეასობა. რო შეხვიდეთ Instagram-ზე. Do not give her engagement. ზუსტად, ანუ კაი ბანდია გორჩაუყალოს. ძალიან და რესტორანში თუ მოხვდებით, მან იყო ორი რესტორანი, უბრალოდ სულ არის ორი რესტორანი, სასტუმროსი და სლინკი. просто სლინკი გონი ქონდა ბუფეტი გაკეთებული თუ არ ვწდები, იმიტომ რომ ვერ დავინახე ქვემოთ. და ჩვენ ავდიოდით ზემოთ და მან ვჭამეთ მოკლედ ბევრი რამე ვჭამეთ, მწვადი რასაკურველი ვჭამე, მაგრამ it was fine. შენი review ხო ნახე, ტრუფელით კარტოფილი მანდიყო? ხო, გამომცხვარი კარტოფილი, ხო, jacket potato აწერე ინგლისურად, ბეკონი აქვს ზემოდან და აქვს თავიდან ბოლომდე თვითონ კარტოფილშივე არის აზელილი ეს ტრუფელი რა. That must be so good. ანუ აი ისეთი კარგი იყო. ისეთი კარგი იყო, რომ აი წარმოდგენა არ გაქვს. ან ტრუფელი რაშიც არ უნდა იყოს მიყვარს. რატო ესეთ გემრიელი? ზუსტად ეგრე ვარ. შენ გამომიყარ, შენამდე არ მიყვარდა? არ გიყვარდა თუ არ გქონდა გასინჯოლა? I don't know, შეიძლება, ანუ იცი რა პონტია, შენ რაღაცებს მაიძულებ რომ გავსინჯა რა, იქამდე ტრუფელი თუ სადმე დანახული მექნებოდა, არ გავსინჯავდი, იმიტომ რომ მე არ ვსინჯავ არაფერ ახალს, მე ისწება და შენ ალბათ ერთ დღეს დამაძალე და მაგის მერე ძალიან მიყვარს. სად ოღონდ? რომელიღაც იმაში რაღაც truffle fries რო ვჭამეთ ალბათ ეგ იქნებოდა. განი რატოში? ხო. Oh my god. მე რო შაბათი შაბათ კვირას literally nothing. იმიტომ რომ ამინდები ხო არასდროს აღარ გამოვიდა. ანუ ხალხო რა ხდება? არა, რატო კვირას ძალიან თესლი ამინდი იყო? No, თესლი არის ძალიან კანუ კიკეთში თუ კარგი ამინდი იყო, თბილისში ვაჭრობ. რანაირად იყო კაი ამინდი, რომ დადე ღრუბლიანიც აჩანდა. Вообще არა. Yes. ზე აჭერდა მთელი დღე. No honey. მისმინა ერთი წამი. ანუ 10 დღეში არის ზაფხული და გაზაფხული არ განმიცდია ჯერ. მეც მაგას ვამბობ. და ბინაგებს ამ ყველაფერზე პასუხს მართლა მაინტერესებს. ხალხო, მართლა არ მესმის what the fuck is happening და იცი რაზე მეშრება ყოველს მეტად ნერვები, ზაფხული დადგება თუ არა, ეგრევე კოლოსალური სიცხები დაიწყება, ანუ რაღაც შუალედის პერიოდი. ზუსტად. ეგ სასიამოვნოა. აი რა გაგაოფლიანებს მისწება, აი კონდიციაც არ მიყვარს. რაღაც აი შუალედური, რაღაც აი პერანგი რო გაქვს შემოცმული და აი კარგად რო ხარ, აი დღეს ცოტა იყო ეგ ამინდი რა. ანუ ერთი პერანგი მქონდა და კარგად ვიყავი, არ მციოდა. That felt great. არ ვიცი, საქმე არ გასულა დღეს. I'm pretty sure, baby. მოკლედ მეგობრებო, სანამ ჩვენ ასეთ კაი ამბებით ვიყავით დაკავებული, იქცეოდა James Charles-ის რეპუტაცია. და მინდა შევეხოთ ამ თემას, იმიტომ რომ Yeah, I've been thinking about him. და unfollows გაუკეთე. არა, unfollow მე გაუკეთე by Caesar-ის დროს მაგას. და მაგის მერე აღარ დამიფოლოვდი, I think. Did you? არ follow-ობდი. მე ალბათ კი, იმიტომ რომ მე ყველა მაგრამ ბოლოს ედო ვიდეო, რომელიც ძალიან მინდოდა და მენახა და ახალ გამახსენდა და დამოვიწყდა, იმიტომ რომ მარიხუანა მოწია და ეგ რა გაკეთებდა make-ups. ეგ მაინტერესებს. Of course, გაინტერესებს. და მაინტერესებს შენ როგორ გაკეთებდი make-ups if you were going to be high. Yeah, I don't know. I guess we'll never know. I guess we'll never know. ხალხო ანუ აი და მოკლედ ახლა რომ მოგიყვეთ რა ხდება. Короче, James Charles-ი, რომელსაც ყავს 40 მილიონი ფოლოვერი,
ანუ გახსნა ჯერ ერთი უკვე ძალიან შეტყობა იმაში რომ ვითომ ძალიან კარგად შუტკალებს და ძალიან ისეთი ტიპია რა არა და აი მაგ ბიჭს ყოველთვის აკლია იცი რა სულ ხო რაღაც დრამაში იქნება მე ერთი პერიოდი ქრება მე ძალიან კარგად შემოვა და ვითომ რაღაც პოლიტიკაზე რო იღადავებს რაღაც სტეიტმენტებს გააკეთებს ყველას ევასება რა და ანუ აი რაღაც redemption arc ეწყება მე ისე უნდა ჩააჭოს ანუ აი ეს ციკლი გაუთავებელია ტიპს ჩემი აზრით უნდა დავაკენსელოთ და დავუსვათ წერტილი enough is enough ჰა ხო და კარჩე რა მოხდა ვიღაც გოგო მიწერა რომ აი სამსახურიდან გამომიშვასა და გთხოვა $1500 ჩამირიცხავ იმიტომ რომ რაღაც ვალები მაქვს მჭირდებაო bla 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 ამან რო ნახა ეგ მესეჯი მე მაგაზე უფრო მეცინე ხო და ანუ 40 მილიონი subscriber-ი რა ყავს თუ follower-ი, კაი 20 თქვენ Instagram-ზე მიწერა. ანუ ჩვენ რო გვწერს ხოლმე ხალხი 400 follower-ი ყავს მე მგონი Instagram-ზე live-ში სკვერტზე და მე შენ პირადზე, ანუ ხანდახან მართლა ვერ ვნახულობ, იმიტომ რომ ხანდახან ქრებასავის, ამიტომ მეგონა თუ არ გვიპასუხე, გთხოვ დარგაბოს. ზოგჯერ ქრება, ზოგჯერ ქრჩება, რაღაც მომენტში ხომ მოვა ნოტიფიკაცია. ვიტყვი რომ აი ხა ვერ უპასუხებ, ცოტა ხანში უპასუხებ, მე გავიწყდება ვაფშე. კაროჩე ანუ რთული არის ესეთი ხალხის კომუნიკაციებზე პასუხის გაცემა და ჩვენი არის წარმოიდგინეთ ზღვაში ერთი წვეთის არა წვეთის მე მილიონები და ბიჭს ანუ რამდენი მესეჯი მისდის და დაჯდა ანუ რას ეწებდა გთხოვ აი რას ეწებდა DM-ებში რომ ძის და ანუ მიყვა პირველივე ეს ხარ შეხვდებოდა რა არის მაგის ალბათობა ხო? არ ვიცი ხო? No I don't think so და არის ეგ ნამხილები იმაში რომ რაღაც სულ რაღაცებს ეძებ შეიძლება DM-ში but whatever I'm not gonna go there იმიტომ რომ ეს ხო minor სევასება და მოკლედ რომ გავაგრძელოთ, მადლობა დავით რომ დაგვიბრუნდი. ხალხო ახალი addiction მე მგონი whatever fuck that is. Triple shot espresso. არ არის addiction არის უბრალოდ მეორე სვამს უკვე ბოლო 15 წუთის მანძილზე. ძალიან დაღლილი ვარ და დღეს დილით გავუღდა 7-ზე და ახლა დამეძინება ცოტა ხანში. და ახლა იჯექი მთელი დღე shut the fuck up. ეგ არავის არ გვაწყობს. ხო და ხალხო მოკლედ მიწერა ამ გოგომ და ეს აკეთებს ესეთ კომენტარს რომ ანუ იმის ნაცვლად რომ მე მწერდეთ ხორჯობია რომ გახსნა რაღაც საიტები და იპოვო სამსახური და რაღაც ესე აჯვამს რა და თან კიდე რაღაც იმიტაციას აკეთებს ბანძიხმით რომ აი ხო გეჩამია რომ რაღაცა ნახო და ხელი გაანძრიო Got a DM on here from a girl that said, "Good morning, James. I know you'll probably never see this, but if you could just take 1 minute to read it, it would really mean a lot to me. I'm really struggling right now because Spirit Airlines just filed for bankruptcy and I have lost my job. Here's a GoFundMe link. Any donations help." I'm sure they do, sweetheart. I'm sure they do. You know what else would help you? Getting another job. Yeah, try that. Because in the time that it took you to copy and paste the same message to myself, who you don't follow, by the way, and probably 100 other influencers and celebrities, you could have applied for 100 other jobs, but you didn't because you're a lazy piece of and you're entitled and you think that influencers and celebrities should fund your life. და ამის გამო რა მოხდა რა თქმა უნდა დაკენსელდა. რა თქმა უნდა. Obviously, იმიტომ რომ როცა ხარ შენ პრივილეგირებული ადამიანი, რომელსაც ძალიან ცოტა ცხოვრებაში გაკეთებული იმის ფონზე, რასაც მიაღწია, ანუ მესმის ვაძლევ კრედიტს, ანუ ბევრი დაჯამაცაა გადატანილი, რაღაც ბევრი ნაწოლებიც, მაგრამ ანუ აი ეგ წვალება რომ შეკრა, რაც მაგას მთელი ცხოვრება უწვალია, ვიღაცები და რა მიიღო სანაცვლოდ. ანუ რაღაც ასტრონომიული წარმატება და თანხები. ზუსტად. ჯერ ერთი grateful უნდა იყო როგორც მინიმუმ, მე მეორე თუ grateful არ ხარ, კაი იღადავე შენებთან რაღაც, მაგრამ ანუ იმის twin-ი რა ნედა. მანამდე აი ჩემ მეგობარს ეგეთ რაღაც რო იღადავე ჩემთვის ისე შემეცლებოდა წარმოადგენა როგორც არაფერი იმენა გულია მერეო და. ანუ აი რაღაც მომენტ შეიძლება რაღაც საოცრებაზე იღადაო და თქვა რა რის გამოც დაკენსელდები მე მესმის ამ თემის. მე ეგ ისეთი მოგონილი არის რომ ყველა ის ვარ თქვა woke friendly და ყველა პოლიტკორექტული ვარ ეგ არის მოგონილი ყველა ვღადაობთ რაღაცებს ისეთ განსაკუთრებით ახლო მეგობრებთან რაზეც მართლა დავკენსელდებოდი. მაგრამ აი ეს მე იქ მექნებოდა ამ შუტკაზე ნახოთ. მე ვაფშე საიდან მოვიდა ჩემამდე ეს თემა? ტანას ვიდეო ამომიგდა. ალბათ ტანას. ოკეი. ტანა. ტანა რომ მეთქო უსნაურია. ნუ ტანა მონჟოს. კიდე იგრეკოია დეგენერატა. ტანა მონჟოსიტო. Shut the fuck up and say Tana ანუ at this point არა მოვჭი ამას. ძალიან მიყვარს არა ტანა მონჟო თქვა. ტანა მონჟოსიტო. სასონაირა ჯღერს არის. ხო, იმიტომ it's wrong. Tana monžos.
მონჟო არის და რა ვქნა გარს ვინმე მკითხობა ახსენე I think everybody gets it no Tana whatever the fuck that is ძალიან მიყვარს აი ერთ-ერთი ინფლუენსერი არის ვინც ძალიან მიყვარს და აი რასაც მოგონილია ერთ-ერთი რო არის Okay, ერთადერთი არ არის. Well, შენი ყველა ინფლუენსერი ერთადერთი არის. ანუ, მაგრამ ეხა Call Her Daddy-ში იყო და დავამტკიცა, აი, რამდენად უზენაესი არის სცენა ალექსთან შედარებით. მოკლედ, ხედავთ ანას ვიდეო ამომიგდა, რომ ანუ ჩვენო ეს წარმატება მარტო იმიტომ გვაქვსო, რომ ჩვეულებრივი ხალხია, relatable არისო ჩვენი კონტენტი მაგათთვისო რა და ამას უნდა ვიაზრებდეთო ყველაო. ანუ კონკრეტულად რო quote წაგიკითხოთ, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა რას თქვა რა ამ გოგომ და makes total sense. Our entire source of income is based on the fact that the working class feels a connection to us, you guys. ხო ძალიან ჯვანურია თქვა მიხვდები? ანუ ჩოლობრივი მე და თქვენ connections ხედავთ ამ ადამიანებთან და მაგიტომ მოგწონს რეალურად ინფლუენსერები. არ მაქვს საუბარი სელებრიტებთან, იმიტომ რომ სელებრიტებს შეიძლება რაღაც unapproachable რო არიან და ეს ყველაფერიც მოგწონდეს, მაგრამ აი relatable რო არის ინფლუენსერი, ეგენი უფრო გვევასება ქოცნობიერიდან გამომდინარეც. Look at Emma Chamberlain. ზუსტად. ხო და ანუ ეგეთი კომენტარი რო გააკეთა, ანუ მთავარ მის ნიშას გადაუსვა თითქოს ხაზი, რომ რაღაცნაირად relatable არის, cool არის და down to earth არის და ამიტომ დაკენსელდა კიდევ. კარგი, ჩემი აზრით ეს იმ დონის შეცდომა იყო, რომ უნდა გააჯოს ყველა. და ჯეიმსმა იცი რა თქვა, მე იმიტომ გადამეკეტაო, რომ ვნახეო, რომ ეგო არც მაფოლოვებ და ანუ მე არ მასაპორტებსო და ჩემგანო ეგო ფულს ითხოვსო. ხო, მე პროსტა იცი რა არის მესმის და ეგ ცოტა ალბათ რასაკურველია დადის ჩემ თეორიაზე, რომ თუ ხარ წარმატებული, თუ ხარ პოპულარული რაღაც დონეზე ხარ აი ფსიქოტიპი რო განვიხილოთ ხარ აი ისტერიული მართლა ისტერია ხო დაავადება სავით არის და მე მგონია რომ ეგეთ ხალხს აქვს ეგეთი პრობლემა რომ აი რაც არ უნდა ხდებოდეს რაც არ უნდა აღიზიანებდეს ყველაფერზე უნდა ილაპარაკონ ეგ არის ყველაზე დიდი დაავადება მგონია ჩვენი თაობის რომ ანუ ჩვენ ვთვლით რომ ყველაფერზე საჭირო არის ლაპარაკი კი მართლა ეგრე მგონია რომ ანუ აი არის რაღაცები რაც არავის არ ადარდებს ჯერ ერთ მაგათან დავიწყოთ ანუ ეს ყველაფერი უბრალოდ ტიპს არ ეთქვა კაი გაბრაზებულიყო that's his like money and his მისი პრეროგატივა არის მაგრამ რას უნდა გაბრაზდე დაიგნორე ხო მაგას ვამბობ თან ანუ ეს მიხდი აი მე ადარებდნენ HRH collections რო ანუ აი და მე ანუ ყველაზე გადავბა ის არის რომ აი კაი უცებ ვიტყვი ვინ არის HRH collection არის YouTuber-ი გოგო გინი გითქვამთ 30 ჯერ But go ahead baby. არის YouTuber-ი გოგჩა, რომელიც COVID-ის დროს გაგიჟდა ჩვეულებრივად და შეიცვალა მთლიანი მისი ჰაბიტუსი, არის Republican და ანუ ეგონა რომ COVID-ი არის მოგონილი და რა თქმა უნდა, კაროჩა ხო ხვდებით როგორ ტიპებში არის საუბარი, ცოტა გიჟი არის და აქვს rants რა და აქვს საკმაოდ სპეციფიური ლაპარაკის მანერა, რომ უყვირის კამერას რა და ძალიან ბევრჯერ იყო შემჩნევა James Charles-თან ერთად აქ ვიდეო გადაღებული რო იცოდა და James Charles მისი რაღაცები აქვს ნაყიდი, იმიტომ რომ she's a jewelry designer. ხო და ანუ ფაქტი არის რომ ანუ he looks up to her or whatever the fuck ანუ რაღაცა ის არის რა. ხო და თვითონ HRH-მან ჩაწერა ვიდეო რო ამაზე? რო ანუ წარმოუდგენელი არის ჩემთვის რომ ეგეთ რამე მე ანუ და ყველა რაზე გადავდა ის წარმოუდგენელი HRH collection-ը გეუბნება რაღაცაზე რო იწა მან უნდა მიხდარ დამწრეული გაქო ანუ და გოგომ რომ მორალის კითხვა დაიწყო ეგ აი დედოფალი არ არის HRH-ი და წაგიკითხოს მორალს მან უნდა მიხდარ რომ you're very in the wrong ძალიან მიყვარს კაროჩე James Charles-ი აქედან ეს თუ ამოძრა hi sister honestly მე ყველაფერს ვიწამებ მე პროსტა ვერ ხვდები მართლა ანუ აი რამდენჯერ მართლა თან ანუ აი PR team სავარაუდოდ მართლა ყავს იმიტომ რომ რაც მაგ ადამიანმა გამოიარა ალბათ აი მაგრამ ясно PR team ყავს მაგრამ თავის TikTok-ს ძალიან აქტიურად ამუშავებს რა აი ყოველდღიური კონტენტითაც და რაღაც და ალბათ მაგ ყველაფერს არ უმოწმებენ და აი ფიშკაც ქონდა რომ აი ძალიან genuine კონტენტი ქონდა თითქოს რა და ესე genuine-ობაში ძალიან შეტობა went too far you guys მე იყო იმაზე რაღაც მე შემხვდა კიდევ ვიდეო იმაზე რომ ატრაკებდა რომ აი ეს გამაჩერებლები რატო არისო ტროტუარებზე სპეციალური გამაჩერებლები ცოტა ამოწეული რო არის რომელიც როცა შორის ეგ რა არის ეგ არის როდესაც ბრმა ხარ ეგ სხვა უსინათლობადში ეგ გამაჩერებელი კი არ არის აი ტროტუარზე რომ მიდიხარ ტროტუარს ქართულად რაღაც ქვია ტროტუარი no სასიარულო ბილიკი რიგი
თამოსიარულე ბილიკზე. I don't know you guys honestly. Короче, იქ რო არის რაღაც. საჭირო მაშინ გაგვახსენდეს ჯაბე ქარტა. უსინათლოებმა იარონ. ის კი არიან გაჩერდნენ. No baby, რო გაყვნენ. ეგ სხვაზე ამბობ შენ. რო გაჩერდნენ ეგეც არის, ესე ზოლებიც არის რო გაყვნენ და სწორხაზე იარონ და რო გაჩერდნენ ეგეცა ბაზარი არა. ხო და ეგ რატო ამბობდა მაგას იცი, იმიტომ რომ რაღაც სტატია დაიდო რომ კოლოსალური თანხები იხარჯება LA-ის ბიუჯეტიდან რომ თითო რაღაცა ჩადგას. მართლა კოლოსალური თანხები მილიონებზე საუბარი რა. და ეს განიცდის. ხო. იმიტომ რომ არის ტაქსების გადამხდელი პირი. Moving the fuck. Well. რაღაცა მინდა და მე თვითონ დამოვინდა. James Charles-ა? ხო, რას ვამბობდი? შემაწყვეტინე. That is your fault. იქნებ რაღაც გენიალური მეთქვა, რაც არ თქმულა აქამდე არის დროს. I really doubt it. ხალხო, თუ შეამჩნიეთ, Instagram-ს აქვს ახალი update-ი. და რო გადადიხარ DM-ებში, არის რაღაც BeReal-ით ფოტოები ჩაყრილი. რა არის? მე ვერ ხსნი, რა ქვია Instagram Instant. What the fuck is that? Why do you use that? ანუ ჩაოლებრივად დავაჭირე. ჯერ ვერ ხვდებოდი რა იყო. მეთქი ჩემმა ტელეფონმა რომ რაღაც გადატენილი ტელეფონი, მეთქი გაგლიჩა, იმენა დამენძრა ახალი ტელეფონი უნდა ვიყიდო, იმიტომ რომ შენ ოღონდ საბაბი მოგწეს ადამიანმა ახალი ტელეფონი. რაღაც კუთხეში იყო და ვერაფერს ვერ უშვებ. თან რო ვაჭერდი, ცუდად ვაჭერდი, ეთყავ და კამერა ირთვებოდა რა პირდაპირ მე გადამეღო რაღაც. არა, მგონი ეგრე არის. ხო, I don't know. არ ვიცი. კარგი, კაი ხანი ნამჭირდა რომ ცოტა აზდამავსული ყავი და მე დავამუყამე რომ 80% ნუ არ იყენებთ, მადლობა ბავშვებო, ვისაც გაფოლოვებთ, მაგრამ ის 20% ვინც იყენებს 30 ფოტოედოთ ერთი დღიდან რა. ანუ ყველა პოზაში საერთოდ ყველა კუთხიდან ოთახის what is happening. სხვადასხვა არის BeReal-ის ტრენდი რა შემოვიდა. მე ერთღაც არ შემოწერილი. მართლა. მე მაქვს, მაგრამ იმენა ვცდილობდი რომ გამომეყენებინა, მეზიზღებოდა ყველანაირად. არა. არა, ვაფშე ვერენად ვერ დავუმუღამე რა. საშინელება იყო, I agree. მაგრამ ვიღაცები არიან. ვიღაცები ისე კარგად. ხო, და ანუ ისეთ რაღაცებს დაბენ რომ მეთქი, ოკეი, შენ დადებ ნახდათ, მე არ მინდა ყოველჯერზე რომ მომდის ერთი და იგივე დროს სამსახურში ვარ და ეკრანის წინ ვზივარ, აი მაგის დადება ნახდათ არ მსურს. მაგრამ ხო და კაროჩე ანუ აკეთ ეგ არის ნოტიფიკაცია მოგდის რომ ეხა გადაიღე? არა, რაღაც მოდის, აი რაღაც მგონი აი ისე რომ არ ელოდები რა. მაგ ფაქტმა უკვე ძალიან დამძაბა. როცა I'm not in control. ეს ყველაფერი გავიგეთ. Unknowns. ეგრევე, რო შემოვიდა თუ არა საქართველოში და დაჯდა თუ არა ჩემ ტელეფონში, ერთიც არ მინახავს. მართლა, ხო გაიხსნა უცებ. ხო ჩემი სახე დავინახე ლოგინში რო ვიწაკე აი ასე 4 გიგაბაიტით. ეგრევე გავხსენი იგივე TikTok-ი, რო შევამოწ, მაგრამ როგორ უნდა გამეთიშა და ეგრევე გავთიშა. ითიშება? არავინ არ იცის რომ ითიშება, ხალხო არ ვიცით რომ ითიშება, მე გადავა. მოდი საყოველთაოდ ვეთყვი ყველას როგორ უნდა გათიშოთ. მოდი გითხარი, აგერ მე მაგ გამითიშა. მოდი. ანუ აქ რო შენ ხარ ამში და? Way skinnier. ესე იგი შევდივართ მე ვაჭერთ თქვენ profile relax, მე სამხას მარჯვენა ზედა კუთხეში. Okay, me. მე ჩამოვდივართ scroll-ავ და უნდა მოვძავნოთ content preferences. სულ მოვწყდება სად არის? Content preferences. Told you guys. მე ხედავთ content preferences და აქ აწერია hide instant in inbox. Oh my god. Yep. Easy. Wow. პატარა ჰაკერი ხარ ჩვეულებრივად სილიკონის ველზე მინდა გაგიშვა და რაღაცა შექმნა. და ასევე კიდე ერთი რაღაც რაც ძალიან არ მევასებოდ იყო ნოუთები. ზემოთ როა? არც მე არ მევას, შემიძლია გავთიშო? მაგრამ მე რა გავაკეთე, იცი? თავიდანვე ხო ჩაეშვა. რამდენჯერაც გამოჩნდებოდა იქ დიდხანს რო აჭა შეგიძლია თითო ადამიანი გათიშო რა. და ყველა ადამიანი. ანუ ეს ნელ-ნელა რაც ამოდიოდა, ყველას ნელ-ნელა თიშავდი, მგონი ყველას გავუთიშე. ანუ აი ჯერ ერთი რომ ვიღაცები რაღაცას წერენ. ერთს აქვს ახლა ლოკაცია. აი ყველას ლოკაცია აქვს. ძირითადად ეს არის რა, ანუ აი მე ვარ ახლა LA-ში. ვიღაცას სიმღერა აქვს. ხო. You guys. I do not judge. მე მგონი აი ბოლო 7 თვე აღარ ჯაჯავ მე არა. You've had enough. Yeah, I've had enough. Do whatever you want, you guys. I do not care. მე მართლა ნახე როგორ დამოკიდებულება, მაგრამ მე ხარ მევასება. რატომ გავიღზიან თავი თიშავ? ხო, თუ არის საშუალება რომ გათიშო, მე არ ვიცოდი თუ იყო. ეხლა გარწმუნებულად ძალიან ბევრი ადამიანს გაახარა. ჩემი თმა ისე მაღაზიანებს დღეს როგორც არაფერი. No. It looks so good. როგორც კი შემოვიდი ეგ მომეწონა შენში. გულის მერე obviously. არა, просто თმას როცა ვიშრობ პენით, ისე ფუდება.
volume ისე ფუტება რომ ანუ აი აზრია რა ჩემიც და შენიც ვიღაცა someone has to carry the show, okay? Yeah. With the volume. Okay. მოკლედ მადლობა დავით ძალიან მოფესებ და მეორე update-ი რაც მოხდა ჩვენს ტელეფონებში Spotify-ს ახალი icon მე ზიზღება სულ მოვიწყდება რა აპლიკაცია ჯერ ერთი აი რა დონის არ ვიცი უყურადღება ვარ რა ან 2 დღეისა ვიყენებდი თან Spotify-ს ვიყენებ არ ვიცი აი დღეში 8 საათი რა არც შემიმჩნევია და მე TikTok-ი შემხვდა შეამჩნია შენით? კი. ხადა? კი. იმიტომ რომ MacBook-ზეც ქვემოთ მოგდა ანუ მეც ეს მაგ დაპინული აი აქ მაგრამ ვერ შევამჩნია ანუ ვერ შევამჩნია რა ხო არ დამევა საკარად შე რა ვქნა მე მომეწონა კანთია რაღაც მაგრამ მე ველოდები რაღაც მე ხონდაჯვა და ამბობენ რომ გათიშავენო გათიშავენ იმიტომ რომ რაღაც it kind of makes sense იმიტომ რომ disco ball ხო არის ხო yeah და სიმღერასთან ძალიან კავშირშია და having fun everything ეს ისედაც არ იქნება და full მართლა რეტროს უკავშირებს რაღაც იუბილე აქვს მგონი თუ არ ვცდები okay whatever მე დამიტან I like it მოგეწონა აი აქ ჩიტა მოგეწონა კაროჩა მე ველოდები იცი რა აი რაღაცები კიდე დაემატა რაღაც features აი რა იყო შენი პირველი Spotify song და ეგეთი რაღაცები აუ ეგ მგონია რომ bullshit-ია ჯერ ხომ მგონია რომ იმ რაღაც Spotify rap-ში იმენე ტყუილებს გაჭმევენ და ეხლა first songs აი იმენე ტყუილებს გაჭმევენ და წადი და არ ყויה მე ვიცი ჩემ პირველი იყო იაპონური ამიტომ I be like that. მე მახსოვს ჩემი პირველი TikTok-ი რა იყო, ყველას მაგას უგდებდა რაღაც ესპანური TikTok-ი იყო, დეიდა მამას შვილი, აი დარწმუნებული ვარ ყველა მიცით როგორც კი შევდით პირველად 2019 წელს ყველას მაგ ვიდეოს უგდებდა. Yeah, arts მახსოვს plot-ი და არაფერი მსგავსი ამიტომ whatever. კიდე ერთი გაგზიანება მაქვს. რაც ცოტა უკვე overdue არის, მაგრამ still. Right renting session გქონდა. ხო, აი ეს ერთი ის რა იყო ტრენდი რა რაღაც კალდბურთის მატჩს რო უყურებენ და დარბაში როზის და AI ვიდეოები რო იყო რა ვითომ აი ძალიან ისეც I don't get that. მე ზოგადად ვიცი ახლა ვიცი მაგრამ I don't get that. ანუ ეს არის დელუზიურობის არ ვიცი top level-ი ხალხო that's not you ანუ იმენა AI-ის გაკეთებულ აი არ ვიცი ნანახი მაგ ვიდეო ხო და რა პენჩი უნდა დადო შენ პროფილზე შეიძლება იღადაო და გაერთო და შეხედო როგორი ვიქნებოდი მაგრამ რა პენჩი უნდა დადო ანუ that is not you არც მე ზოგადად ხო ხდება AI კონტენტის მე რთო გვერდა დამოკიდებულება მაქვს აი ხო იცი გოგოები რომ აი თმის ფერი არ მოწონს და აი ფერს რო იცვლიან თმის და რაღაც ეგეთ რაღაცა I don't like that ძალიან weird energy არის fuck you okay მაგრამ ის მართლა გასაჭაჭია but I would never do that honey ამიტომ well მე ძალიან ვცდილობ რა თუ ხდება AI კონტენტი რაც არ არის საინტერესო AI კონტენტი და უბრალოდ აი ეგეთი რაღაცები არის რომ დავეჭირო not interested იმიტომ რომ მართლა არ გინდა რა engagement-ი მისცა არა Oh my god არ მომწონს ახლა რა გავაკეთე და კაცობრიობა შენი თამაყობს ხდები? არ ბოლომდე არ უჭერ მხარს AI-ს ეგეთ ინტენსიურ გამოყენებას და მე მგონია რომ მე მგონი დაგვენწრევა ძალიან მალე ხალხო აი 5 წლის წინ ChatGPT არ არსებობდა გესმის? ანუ თუ ზოგს ცხოვრება არ წარმოუდგენენ ChatGPT-ის გარეშე მე ზოგს ანუ მე მაგრამ ანუ თემებს წერდი წარმოგიდგენ ბიჯექი და თემებს წერდი ჩემით დღეს აბიტურიენტები ვაფშე როგორ ცხოვრობენ აი მასწავლებლებმა რა მექანიზმები შეიმუშავეს იმის აღსაკვეთად რომ AI არ იქნეს გამოყენებული ამ ინტენსივობით იმიტომ რომ მე რო პერიფრაზი მქონდა დასაწერი ან ანალიზი რამე ლექსის რაღაც გვერდებზე იდე ხოლმე რა ახსნები და ანუ მასწავლებელი იმენად ცნობდა რომ ეს იქიდან გაქვს გამოწერილი იქიდან აიღე რაღაც ინსპირაცია ხო და ეხა AI შეუძლია 50-ნაირად აგიწეროს რა ანუ აი რანაირად კონტროლდება ეგ თუ მოიტყუები შენ თავს ატყუებს თემა გრძელდება ეხა რა ეგეც არის მაგრამ მე ნახე რა მგონი ეგ წინაზეც ვახსენე რომ მე მაგ მხრივ არ მაქვს ეგეთი ზუსტი დამოკიდებულება იმიტომ რომ განათლებას რაც შეეხება ყოველთვის განათლება უნდა შეიცვალოს იმ რაკურსით რომ AI ანუ იყო იჯდეს მაგ ეკოსისტემაში როგორც Google-ი ჩაჯდა თავიდან მაგ ეკოსისტემაში რა ანუ აი ადრე ხო არ იყო Google და ხალხი ბიბლიოთეკაში დადიოდა რომ research papers გააკეთებინან და იგივეს მეუბნება და დედაჩემი რომ აი რა მარტივია ახლა შენთვის ეს ყველაფერი იმიტომ რომ არ გიწევს ღამების თევა ბიბლიოთეკაში ბლა იგივე თემა შეიძლება ჩვენ ვუთხრით შემდეგ თაობას რომ აი როგორ გაგიმართლა რომ აი ახლა შენ Google-ს კი არ იყენებ არამედ ChatGPT-ს იყენებ რთულდება სხვა რაღაც ანუ როგორც აი თქვა დედაჩემის დროს სკოლაში მოთხოვნა იყო ბევრად უფრო ნაკლები ვიდრე ჩვენ თაობაში იყო იგივენაირად უფრო მეტი მოთხოვნა და უფრო სხვა რაღაცაზე უნდა წახვიდე რა ანუ გონება უფრო უნდა დაძაბა მე ხვდები თუ
მათემატიკაშიც იგივე არის. ამერიკაში მაგალითად სკოლაში გაძლევენ ისეთ კალკულატორებს, რომ ითქვა ფორმულას კი არა და ფუნქციას თავისით აგებს, მაგრამ ამის ხარჯზე შენ სწავლობ კალკულს. და უფრო რთულ მათემატიკას რა და მაგაზე არ ხარჯავ დროს. You're so smart. Thank you so much. იმენ არ მისმენდა. არა, იმენე ყველაფერზე მოგისმინე. ანუ არ დაგვენძრა მაგას. არ დაგვენძრა არა, თუ moral of the story არის. არა. თუ განათლების სისტემა არ მოერგება ამ განვითარებას, ტექნოლოგიურ განვითარებას და თუ ვთქვათ იგივე დონეზე დატოვა სირთულეს, იგივე დონეზე დატოვა კრიტიკული აზროვნება ბლა. ეს კონოტაცია. გაგახსენდა სიტყვა. გამახსენეს ბატონო. აკოხოთ. მაშინ რა ვიცი. To this day იმენ არ ვიცი რას ნიშნავს. მაგრამ მე მგონია კოვიდის მერე ჩვენ განათლების სისტემას ძალიან დანწრეული აქვს. კი. და რა გვაშველება ნახეთ არ ვიცი. აი ეს ხალხი რომ მოვა პროფესიონალებად ხო იმ კონკრეტულ სფეროებში. ისე Guys, I'll save you, okay? Count on me. მინდა უფრო მეტი ბიუჯეტი რა იყოს გადანაწილებული. ჩვენი მთავრობა ძალიან კარგად ანაწილებს ბიუჯეტებს, ამ დროს ყიდულობს ყველას, ვისაც საჭიროა, განათლებას აძლევს ყველას, ვისაც საჭიროა. Well, fucking god, მართლა რა. სიტყვა ტენდერი რომ ახსენებთ მასშტაბებს, იმიტომ რომ აი მე, ანუ ნერვებმაშლელი ვარ დღეს თელი დღეა. Can we talk about it? კაროჩე, ჩვენმა აი, პატრიარქს არ შევეხები, ეგ თემა ცალკე იყოს, უბრალოდ მთავრობამ თქვა თუ რაღაც პარლამენტმა ალბათ მთავრობა არაფერ შუაში არ იქნება ამასთან. იმ მხრივ რომ კანონშემოქმედი არის პარლამენტი, ხო? რომ აბორტის თემა უნდა გადაიხედოს. ხო, ანუ აი წყობიდან გამოვედი მომენტალურად. იმის გათვალისწინებით რომ ამ პარალელურად the testaments ვაკვირდები. This is triggering to me. This is very triggering. ანუ აბორტის თემა უნდა გადაიხედოს, ანუ რა მხრივ რომ ჩვენ ახლა ხო ძალიან ვაწვევით რომ ქრისტიანული სახელმწიფო და ანუ იმ დღეს მეტროში დავინახე საქართველოს რაღაც ესეც წარწერით ქრისტიანული რაღაც. და ვისი იყო? ანუ 26 მაისს გვილოცავენ და რაღაც წარწერები 26 მაისი საქართველოს ქრისტიანული ერი. აი არ მახსოვს რაღაც მსგავსი ეწერა. ხო, ანუ ეს უნდა შეწყდეს, მე მგონი პოლონეთში იყო ერთი ეგ ტალღა, რომ აი ძალიან ეს ქრისტიანულ მოტივებზე და ძალიან ეკლესიიდან წამოსული ეს რაღაც სურები რა. და ეხლა ჩვენთან ანუ ეს ხელისუფლება ცდილობს, რომ ხალხი ჯებაში ჩაისვას ამ ეკლესიით, ღვთის შიშით, მშვიდობის სურვილით, ყველაფერი ეს გულსით როგორ მირავს და აი ეს აბორტს რა შეეხება. ანუ ლაპარაკიც არც მინდა დავიწყო, რომ რა უფლებით გადაწყვეტენ ეგენი და ufat რომ აბორტი აიკრძალოს ზოგადად ქვეყანაში. მე ნახე რა არ მესმის სილო. ვითომ ცოდვა არისო. ჯერ ერთი ცოდვა არცო და ჩვენ ვინ ვართ რომ რამე მე გადაწყვეტე რომ ეს ცოდვა არ არის ცოდვა. ეგ ყველაფერი გადაწყდება უკვე იმიერ სამყაროში. ამიერში მე ვთვლი რომ ყველა ადამიანს უნდა ქონდეს უფლება რომ თავის ხელზე თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები. აბსოლუტურად. და როცა ადამიანის არის ორსულად, ანუ ძალიან შვიდ და ემოციურად მყარ სიტუაციაში ძალიან ცოტა ადამიანი იკეთებს აბორტს, ხო? რაღაც მიზეზი ყველაფერს აქვს. და არავის არ ახალისება იმის გათვალისწინებით რომ გოგოს ორგანიზმს მერე რა ემართება და როგორი რთული არის მაგ გადაწყვეტილებამ და მისხლა არავინ არ ღებულობს მაგ გადაწყვეტილებას ეგრე ასე. ხო, რა აი, მოდი მეხალისება და მოდი მოვკლავ ადამიანს. I swear to God, და ანუ თურმე ესენი ხა გადაწყვეტენ პოლონეთში ხო დაბანულია აბორტი. და რამდენიმე ევროპის ქვეყანაში კიდე და ამერიკის რაღაც შტატებშიც. ხალხო, ეს ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის, იმიტომ რომ მე მიწისქვეშეთში ინაცვლებს მსგავსი რაღაცები, ანუ აბორტები მაინც კეთდება, მაგრამ კეთდება ძალიან ბევრი დარღვევებით, ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება, ბევრი ხარჯი იქნება, იმიტომ რომ ზოგი საზღვარგარეთ მოუწევს ამის გამოწესხვა, ანუ რისთვის უნდა გავართულოთ ეს ყველაფერი და რა უფლებით უნდა გაართულოთ, რა უფლებით უნდა მიიღოს ვიღაც გამოსირებულმა პარლამენტში გადაწყვეტილება, რომ მე რომ დავუშვათ შვილი არ მინდა და ვთვლი რომ შვილი თუ მეყოლება დავუშვათ იქნება ის ბავშვი უბედური ვერ მივხედავ სათანადოდ, რომ ანუ ის ბავშვი აუცილებლად გაჩნდეს, უნდა გადამიწყვიტოს ვინ პარლამენტში. ერთზამენ დაწყარდე. ანუ დაწყარდე. სადვარო ვიჭხობა. მეც ნახე, რაც შეეხება თვითონ რელიგიას და რელიგიის დამოკიდებულებას აბორტის მიმართ. მე მართლა მაგის ანუ მაგ მხრივ არანაირი პრობლემა არ მაქვს რა, ანუ თუ შენ ხარ თქვა რელიგიური მართლა, ანუ თქვა ეგეთი დონის რელიგიური, რომ თვლი რომ აბორტი არის ცოდვა. არ გაიგეთ. ხო, მართლა არ გაიგეთო აბორტი, მაგრამ ის რომ თქვა მთელი ქვეყანაში, როდესაც ისიც იცი რომ ძალიან ბევრი რელიგიის წარმომადგენელი ყავს, არა მხოლოდ რელიგიის, არამედ ანუ ათეისტის ბევრი არის, ანუ
ხო არის მრავალფეროვანი. ხო, ერთადერთი თავი რასაც გადაგებს ქრისტიანობა არის რომ ერთმანეთის პატივისცემა ალბათ არა და სიყვარული და პატივისცემა და ურთიერთგაგება და რაღაც ანუ სხვას რო უკითხავ მორალს და ზემოდან უყურებ მან არის ყველაზე დიდი შეცდომა რა მით უმეტესად კანონის დონეზე რო დაგაქვს ანუ კანონში როცა ხდება ასეთი რაღაც მორალის წაკითხვის თემა ეგ არის ჩემთვის ცოტათი მიუღებელი რა და ვისგან ვინ მიკითხავს მორალს ანუ 5 საყვარელი რო ყავთ და 57 აბორტი რო აქვს გაკეთებული მაგაც აყოლებს ანუ ვისგან გეხოწავ პრობლემა და ნახე საკმაოდ ბევრს ეწერა ძალიან კარგი დამოკიდებულება მამ ყოველფრის მიმართ რასაც მე სულ ვაპარაკობდი და სულ ანუ 100% ვეთანხმები არის ის რომ სკოლაში უნდა იყოს სათანადო სექსუალური განათლება უნდა ანუ ძალიან ბევრი სიტუაცია არის და ხო ვიცით რატომ ხდება აბორტები როდესაც ხდება დაუცველი სექსი როდესაც ხდება ან სხვა ვარიანტები კიდე ანუ არ მინდა ხო ცოტა ის dark თემებში წავიდე მაგრამ ანუ ძირითადად შემთხვევაში ხდება დაუცველი სექსის გამო დაუცველი სექსი იმის გამო ხდება რომ ანუ ახალგაზრდა თაობას იმის უტყდება რომ იყიდონ პრეზერვატივი ან გონიათ რომ არ არის საჭირო რომ ვაფშე პრეზერვატივი იყიდონ ვერი აზრებს რატო არის საჭირო თქვა პრეზერვატივის შესყიდვა ამ ყველაფრის ახსნა თუ არ ხდება ოჯახში და ჩვენ ვიცით რომ საქართველოში არ საკმაოდ აბუდადებული არის ეს თემა მით უმეტეს როცა გოგო ხარ ოჯახში ახლა არც ერთ შენი ის არ მოვა და არ დაგიწყოს ზღია ძალიან იშვიათ შემთხვევების გარდა ანუ sexual education-ზე მოგცეს განათლება რა. ანუ ამაში არ არის. სკოლაშიც ანუ ბიოლოგიის გაკვეთილზე რა რაღაც აი მკერდი სიტყვა მარტო ან სექსზე ხო არ არის საუბარი. ანუ გაქნევით რო იყო ნახსენები ვახტებოდით იმ გაკვეთილებს. No one talked about that. ანუ აი ბუნებრივი თემა არის ყველა სექსის გამო გავჩდით ყველა ანუ მაგის გაყვა ანუ ეგრე გავაანალიზე იცი რომ ხოლო სტრესი იყო ჩემი ცხოვრება ანუ სლებს გადავხარ you know არც იმაკი არა და რა ქვია იმას წერომ არ მომიკანა ხო და თუ მე მართლა მგონია რომ სექსუალური განათლება თუ გაიზრდება ჩვენ ქვეყანაში პირდაპირ პროპორციულად დავინახავთ აბორტის ნაკლებობას იმიტომ რომ სექსი მეგობრება მაინც იქნება ანუ აი დაცულ სექსშიც შეიძლება ანუ რაღაც შანსი არის რომ რაღაც მოხდეს და შანსი ყოველთვის არის მოდი ახლა დათიგერება ხალხის არ გვინდა ანუ მხოლოდ სექსუალური განათლება მესმის მაგრამ თან არავის არ აქვს უფლება არა ხო მაგას მაგას არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანუ ბევრი მაგალითი არის იმის თუ რა მოაქვს აბორტის აკრძალვა ანუ როგორი უკუჩვენება შეიძლება რაც შენ ლაპარაკე რომ ანუ ესე ჩუმჩუმად იწყებენ გაკეთებას ცუდ პირობებში ანუ კრიმინალიზაცია რაღაცაების არასდროს არ მოაქვს კარგი შედეგი აი თუნდაც მშრალი კანონი რო ქონდათ ამერიკაში ხო აი კრიმინალიზებული რო იყო ალკოჰოლური სასმელი ძალიან ხო ანუ ყველაფრის კრიმინალიზაცია ესე ბოლო სერიაში მთავრდება ცუდად ამიტომ ნუ ეხა არ მაქვს საუბარი მძიმე ნარკოტიკებზე ხო მაგრამ ხალხო don't you dare იმენა გამოვა არავინ არ გამორიცხავს იმას რომ მართლა აბორტის გაკეთებით შენ ორგანიზმს მართლა ზიანს აყენებ მაგრამ როცა დაწონი რაღაცას ხო და ხვდები რომ ანუ ბავშვი უნდა გააჩინო და არ ხარ მაგისთვის მენტალურად ფიზიკურად მზად ფინანსურად მზად და ხვდები რომ ანუ მე მაგალითად მესმის რაღაც მომენტებში რომ ანუ თქვა რაღაც თვეს რო გადაცდება ცოტათი საშიშია როგორც დედისთვის ასევე ბავშვს 3 თვემდე გაკეთდება და 12 კვირამდე ხო აბორტი მე ისედაც ვერ გაიგეთებ და ანუ ძალიან დიდი ბოდიში მაგას ვამბობ ანუ მარეზმი არის რა ანუ როგორც ყოველთვის ანუ როგორც შენ ახსენე ანუ რამდენი ბავშვია რომელსაც თქვა წამალეკრია და ანუ ერთ სალაპარაკო და განსახილველი თემა ხარ ჩვენ ქვეყანაში არის აბორტის აკრძალვა მიხდარ ასე ვამბობ ყოველთვის დაგვჭა დავიწყო ყველაფერი დავალაგეთ საერთოდ შენ აზრია მაგას ვამბობ პრობლემა მაგაზე მაგ ყოველთვის რომ ანუ რატომაც ყოველთვის იძებნება მიზეზი რომ დავიწყოთ რაღაც მოგონილ თემაზე საუბარი რაც ჯერჯერობით ვაფშე არ არის ქვეყანაში რელევანტური მე გავაღიზიანოთ ახლა რაღაც ეს აი როგორც ჯეიმს ჩარლზი ხო ხლები ყოველ თვეში რაღაც ახალი ჩალენჯი გვაქვს. ანუ ჩემი ხელფასიდან ძალიან დიდი ნაწილი მიაქვს და ანუ მეოთხედი. მაგ ხალხს მეხუთედი, but still. მეხუთედი როგორ? 22%-ია. ნუ 22 baby, 20 and plus 2. კაი, მე 24 ვთვლი, იმიტომ რომ იმ 2% რაც სახელმწიფო მიხდეს მაინც. აი ამ ხალხს ვუდებ ჯიბეში რომ ეს ფული ხარჯან აი ესეთ ყლეობა გადაწყვეტილებებზე. ანუ მართლა მინდა სადმე ვიჩილო. I know. როგორ გავბრაზე 2 ის დავწვალე რა. მოკლედ და ანუ მე მართლა იმას არ ვამბობ ანუ ყველა ადამიანს თავისი დამოკიდებულება აქვს ძალიან ჩემი ბევრი მეგობარს ანუ არ არის აბორტის მომხრე რა მაგრამ ეს ანუ რო ნალაპარაკებო არის მისი პირადი გადაწყვეტილება ანუ სხვა არავითარ შემთხვევაში არ უნდა განსაჯო ამ თუ თქვა მიიღო ეს გადაწყვეტილება მიხდრას ვამბობ ჩემი ნამდვილ ეგვერტატის
Exactly. მაგრამ აბორტის არა მომხრე ხალხისაც არ მესმის, მაგრამ მოდი. არა მომხრე ასმო, ბიჭი, ხა ამბობს რომ მე თუ თქვა გამიჩნდა, კი არა და დავარსულდი, მე აბორტს არასდროს არ გავეკეთებ. Okay, ეგრე კი თვითონაც უნდა ისქნეს, მაგრამ ეს ხას თუ მორალს უკითხავ, ჯერ მარტო ჩვეულებრივი ადამიანის ეგეც მაღიზიანება, okay? Well, აქამდე საიდან მივედით, რაღაცაზე საუბრობდით, What was it? Вообще არ მახსოვს, იმიტომ რომ გონი Instagram-ზე დავიწყოთ საუბარი და აქ როგორ აღმოჩნდეთ მართლა არ მახსოვს. Anyways, მაგ ძალიან მაგ სანამ სხვაზე გადახო, ალექს კუპერი არის ორსულად ამ აბორტის თემაზე. ალექს კუპერი არის ორსულად და შეეძლო ეს ინფორმაცია დაედრობა ყველაზე თესლად, call her mommy და ეწერა თავის ფოტოზე და არ გააკეთა. რა დაწერა? ანუ მე და ჩემი მეუღლე ველოდებით ბავს, უბედნიერესი ვართ. Call her mommy. Oh my god. ანუ აი ეს შენ მოიფიქრეთ კომენტარებში იყო? კომენტარებში. მადლობა რა აღიარა. მაგრამ ანუ იმენა მეთქი wow, damn. Yeah. მაგრამ she missed the chance. Просто იმ დანამდე არ არის რელევანტური ჩემთვის ალექს კუპერი, აი რეაქციას მართლა ვერ გამოხატავ ჩემს სიყვარულს. ჩემთვის საც არ არის period, okay? გინდა გადავიდეთ სხვა თემაზე, საინტერესოზე. მოკლედ იცი თუ არა ვინ არის მარია ციმენტია? No. Okay, ვიცოდი რა არის წარგესადინებად, არც მე არ ვიცოდი. მოკლედ ქალბატონი მარია ციმენტია არის. ქალბატონი, okay, ექსტრასენსი. ჩაგითხრია? კი, უკვე მომწონს. ჯადოქარი. სადაური. მედიუმი, ქართველი, მეგრელე. რომელიც ხებულობდა, იცი თუ არა ეგეთი რუსული გადაცემა ბიტვა ექსტრასენსზე? Obviously, მაგრამ ეგ დადგმულია. ხო, იასე. Okay, then. მან ხებულობდა, არა არ ვამფრო დადგმული, ძალიან დიდი ბოდიში არ ვამფრო დადგმული, არანაირი ენერგია გთხოვთ ჩემკენ არა თუ რამე და მგონი მან ჩემ მეგობარი მიყობა და ნიტო ფინალში გავიდა, ნიტო რაღაც ეგრე რა, ძალიან გაიჩითა კაროჩი, თუ მოიგო და არც მახსოვს. აი რომ მილიღაც მანქანაში რო ვიღაც ყავთ ხოლმე ჩასმული და აი რომ მანქანაში. იცოდი თუ არა რა ქართული ვერსიაც გქონდა? No? კი და ვუყურებდით მე და ჩემ მეგობრები იმ ქართულს. Is it good? ან სასაცილო ნაღდად იყო. მაგრამ ამ ქალმა გამოუშვა თავისი გადაცემა, რომელსაც ქვია ოკულუსი. რუსეთში? არა, აქ საქართველოში აქ არის. და ანუ გადაცემა სად გადის? და არის მაიქვაში. ახ მოემწოთ, ეგ არის ძალიან დიდი ეპიკა. ვართ ჩემ მეგობართან, რომელიც ნუ აი გიჟდება, მკითხავებზე გიჟდება, ტაროლოგებს რაღაც და ანუ ეს ინფორმაცია რო დაიდროფა, ეგრევე უნდა ამას უყუროთ, უნდა იყუროთ პარასკევს 10 საათზე გამოდისო და ანუ ახ ვარკვათ როგორ ანუ ეხლა ხდება ეს. აი ხო წინა პარასკევს ხდება ზუსტად. არის რაღაც აპლიკაცია, სახელი აპლიკაციის არ მახსოვს, თქვენ თუ მოინდა ალბათ იპოვით. და რაღაც ისეთი. ის კი არა რაღაც ეს თვითონ შექმნა ეგ აპლიკაცია, მივხვდი, ანუ მისი აპლიკაცია არის. და მხოლოდ მან თუ გადაიხდით თვეში 5 ლარს, შეძლებ ამ იმის ყიდებას. დედა. რასაკურალი, ჩემ მეგობარი, ანუ გიჟივით 5 ლარს კი არა 50 ლარსაც გადაიხდით და ეგ ის რო ენახა. ანუ გოგჩამ აპლიკაცია გაიგეთა თავისთვის? ჯერ ნახე რა პრობლემა იყო, ტელევიზორს წესიერ თუ არ უერთობდით იმას რა ქვია ტელეფონს, იმიტომ რომ ეს air screen წესიერ არ მუშაობდა. ანუ 7000 ტექნიკა გამოვცადეთ, საბოლოო ჯამში დავუკავშირეთ. მეორე პრობლემა გაიჩითა, ეს აპლიკაცია, ამ აპლიკაციაში გადახდას ვერ ვახერხებდით ვერავინ. მე რაღაც ყველანაირი ბანკი ვცადეთ უკვე და ბოლოს რაღაც ძლივს დაჯდა ეგ ფული. Liberty Bank-ი. შევედით, უკვე არის 11-ის 2 თუ 3 წუთი, არ დავსვიდეო. გოგო, ანუ ისე ისტერიაში არის ჩემი დაქალი, რომ ანუ ახლა მე თუ არ დაიდება ცუდ გავხდები, რომ ველოდებით, კაი 20 წუთი გავიდა და რაღაც დაიდა. მგონი რაღაც ნელ-ნელა გადიოდა სერვერებზე რა. ძალიან მიყვარს. ერთი შენიშვნა, ვიდეო იყო, კი არა და ეპიზოდი იყო 24 წუთიანი თუ რაღაც ეგრე 20 წუთამდე. No. შემდეგი ეპიზოდი მინდა იყოს 50 წუთი, იმიტომ რომ ანუ მართლა ანუ ალბათ ეს ჩემი დაქალის ის არის ბრალი, იმიტომ რომ ისე დამაჰაიფა. რა ხდება და მე მინდა გავუკეთო shout-out-ი ერთ გოგოს, რომელიც ჩვენ გვიყურებს და მგონი შენ გიკომენტა, შენ გწერდა თუ რაღაც ნინუშკა ლისენკო. ხა. ხო სწორად ვამბობ. კი. ხო, და მაგით დამთავრდა მგონი ეპიზოდი რა. მოიცა. ვაუ. ხო, ეგეც ხო ექსტრასენსი არის და რაღაც მოკლედ პირველი დავალება ამათ ქონდათ. ანუ ჯერ ესეთი აგიხსნი, არის ეს ქალბატონი მარიამ ციმენტია, არის მეორე ტიპის სახელი არ მახსოვს, რომელიც არის სკეპტიკი რა. და ანუ ერთი არის პროფესიონალი, მეორე არის სკეპტიკი და ანუ ეს ორივე აფასებს, კაროჩე, ამ ექსტრასენსების ძალას. დევს შავი ყუთი და შავ ყუთში უნდა გამოიცნო რა დევს. ოღონდ ყველაზე გადავეცი რა არის, რაც ძალიან მომეწონა, რომ ანუ ჩვენს არ ვიცით რა დევს.
ანუ ვინ უფრო convincing არის როცა ლაპარაკობს ხოცა ის გევასება საინტერესო ის იყო რომ პირველი სამი მოთამაშე ყველას ხო ჩერტეგე რაღაცა ხო ясნია და სამივე უბრალოდ აღწერდა რაღაც ერთგვარ რაღაცას რა ზოგმა თქვა რომ სამანჯური არის ზოგმა თქვა რომ ყელსაბამი არის თუ რაღაც ეგრე მრგვალი მეტალის რაღაც არისა და შემოდის ნინუშკა და ნინუშკა კაროჩე ანუ აი რაღაც უფრო ჩაურხმავდა კაროჩე რა ანუ გძნობ ემოციებს და შინაგანად მაკანკალებს. ეხლა ჩვენთან ერთად არის ქალი. ხონთ ეს არ არის სიკვდილი, სადაც აი ბერდები და ბუდები. აი ციტატა. და ფიქრდებით ამაზე. რა გზას ვიყვე, რა გზას ვიყვე. ფაქტ შორს მინდა გითხრათ, რომ კამერების მიღმა ბევრად ლამაზია. უბრალოდ ნივთს კი არ ხედავს რომ რაღაც აი ამ ნივთთან კიდე რაღაც ვინ იყო მიჯაჭვული თუ რაღაც კარჩე ანუ არ მინდა ხა აუხსნა ისე არასწორად მე შენია გთხოვთ I'm so fucking sorry მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა იცი რა არის ყველაზე სწორი გადაწყობა ვიდეო მთავრდება cliffhanger დღემდე არ ვიცით რა მეორე სერია მეგობრებო ნახე და ნინუშ ანუ თან იცი როგორ ერთმა იყო რა ანუ გთხოვ მოდი გაჩერდი იმიტომ რომ ძალიან ცუდად ხდებოდა ეს გოგო რა ანუ მართლა ხო და მოკლედ ხალხო რა ვიცი მე მგონია რომ 5 ლარი ნაღდა თუ ვინმე მიცით რა და სანგთოთ გითხრათ არავინ არ იცის ანუ პროდუქტი ხო მაგრამ მეორე სერია ხო დაიდება ზეგ okay interesting ეს მეორე 5 ლარი უნდა მე მაგა არა თვეში 5 ლარს იხდე my god yeah ხო და მე მგონია რომ ღირს so cheap ყველა ეგ რა ვიყიდულობთ შეგიძლია რომ დაარესერჩა და დაუწერო ხალხს რა აპლიკაცია მარიამ ციმენტია TikTok-ს ჩაწერეთ და მგონი 5 ვიდეო და სად უნდა ჩამოწერო და როგორ უნდა გაგაკეთო 5 ვიდეო ბოლო 2 დღეში ხო მაგრამ მარიამ ციმენტია მე დამაფასებს თორემ გამო მომდას იცი რა რომ აი ფიხაცები არიან out there ვისაც ესეთი ნიშ გადაცებები აქვს და ესეთი ნიშ ხალხი ავასება მე უბრალოდ ის მწყება რომ ანუ არ ვიცი შეიძლება თვითონ ალბათ სურდა რომ თავისი თემით გააკეთებინა იმიტომ რომ მე არ ვიტყვი რომ თქვა production არის რაღაც ფენომენალურ დონეზე და ახლა ეგეც გასაგები იმიტომ რომ ანუ შენ უკეთეს შეგეძლო Tesla production ღირს ფული ხო 5 ლარი არ ეყოფა მაგრამ მე იცი რა არ მესმის რომ როგორ არც ერთმა ტელევიზიამ არ დაითრია ეს იდეა და არ თქვა რომ აი მოდი ჩემთან და ჩემ თიმთან ერთად გააკეთეს ყველაფერი. Don't even get me started on that. იმიტომ რომ ტელევიზიებს ძინავთ, იმენ არაფერი აღარ გადის ტელევიზორში. კავეამ რატო? აი კავეას ვურჩევ რომ დავკავშირდეს მარიამ ციმენტიას, იმიტომ რომ მართლა ძალიან დასლი იდეა მქონია, იმიტომ რომ it's very campy. ზუსტად, აი კაი ხარისხი რა იყოს? ხო, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრ ფულთან არის დაკავშირებული. მარტო კარგი კამერის რენტინგი ისეთი ფასი ღირს რომ რავია. I agree totally you guys. მაგრამ მაგიტომ მინდა რომ ანუ მხარი დავუჭეროთ ჩვენ ქალბატონს და მის გადაცემა Oculus. Oculus-ი რას ნიშნავს? Oculus-ი რაღაცა თითქოს მესმის ეს სიტყვა რას ნიშნავს, მაგრამ აი წესიერად ვერ ვიტყვი რა არის. როგორი ესე defense mode-ზე გადავიყვან. ეხლა ვეკეთებ baby. Oracle არის ადამიანი, ვინც ყველაფერს მხედველი არის და Oculus-ი მაგდაგვარი წესით არ უნდა იყოს. Oculus-ი ამალი იყიდება თუ გინდათ. რას ნიშნავს ჩემ პატარა GPT-ს ვკითხავ. რას ნიშნავს? განმარტე Oculus-ი ორი სიტყვა. დაიხარჯა ხმდინარე ამოშა შენგან. Oculus-ი ნიშნავს თვალს. ხო, აი, მაგას ვამბობდი ხო, აი, რაღაცა ის. I was there. ზუსტად მაგას არქიტექტურაში მრგვალ ფანჯარას ან ჭერში გაკეთებ. ზუსტად მრგვალი გააკეთებ ბაზარი არა. Well, thank you, Davi. Oculus-ი. მადლობა რომ აჰაიპებ შენ წამო მე ასევე მინდა განმარტო რომ ეზოთერიკა და ეგეთი რაღაცები მართლა ალბათ მე-8 მე-9 კლასიდან მაინტერესებს და ანუ მართლა საინტერესო გადაცემა არის მეგობრებო. უბრალოდ entertainment-ისთვისაც კარგი არის, ამიტომ გთხოვთ შემოგვიერთდით. ჩვენ და შენც მინდა რომ შემოგვიერთდეთ. შემოგიერთავ იყო. აი მეორეც თუ მოგეწონა უკვე კი. ჩვენ დათქმული გვაქვს უკვე რომ ყოველ პარასკევს. I trust your judgment. ჩვენ ყოველ პარასკევს ვიკრიბებით, რომ ვუყუროთ მაგ გადაცემას, ამიტომ Am I invited? I really don't think so. Make up bro. მადლობა რომ Make up bro. აბა ტანა არ დაუძახოთ. Still აბა ყველაფერი გავფრენჩა. აკვა. Make up bro. მადლობა რომ გიყურეთ. დაგემშვიდობებით და გნახავთ იქით კვირაში და ძალიან გთხოვთ დაასუბსკრაიბეთ ჩვენი channel. გთხოვთ. გთხოვთ. აკა. ნახვამდის.